გამარჯობათ კიდევ ერთხელ. ისევ და ისევ ბინის გაქირავებასთან დაკავშირებით წარმოშობილ კითხვებს მინდა გამოვეხმაურო და ძალიან ზოგადი და სტრატეგიული რჩევა მივცე ყველას აბსოლუტურად. ნუ შეხვალთ ზეპირ ურთიერთობაში ბინის გაქირავებისას თქმულთან. ყოველთვის გააფორმეთ ხელშეკრულება და ხელშეკრულება უნდა იყოს დეტალური. აუცილებლად უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტი, მას უნდა ახლდეს მიღება-ჩაბარების აქტი დეტალური აღწერით, მთელი ნივთების და იმ ინვენტარის, რასაც თქმულს გადასცემთ და ნურასოდეს დაგეზარებათ იურისტთან მიმართვა წინასწარ და არა შემდეგ, როდესაც თქვენი შეცდომების წყალობით იურიდიულ ჭაობში აღმოჩნდებით ხოლმე. ამიტომ გირჩევნიათ წინასწარ მიმართოთ იურისტს, ვიდრე მერე 10,000-ობით რაღაც ზარალებზე გახვიდეთ.